დღეს მინდა გაგიზიარო ტრადიციული ინგლისური დესერტი, butterfly cake, რაც თარგმანში პეპელას ნამცხვარს ნიშნავს. ერთი შეხედვითაც გასაგებია, რატომ დაერქვა ამ დესერტს ასე. თავად დესერტი კი არის უნაზესი ბისკვიტი, შევსებული ჯემითა და ჰაეროვანი კრემით. ნამდვილი ინგლისური ელეგანტურობა და როგორც ყველაფერს დახვეწილს, მასეც თავის ისტორია აქვს, რომელიც ვიქტორიანული ეპოქიდან იწყება. ეს არ არის დესერტი, რომელიც ერთ დღეს ერთმა ადამიანმა გამოიგონა. ის გაჩნდა ისტორიული გარემოებების შედეგად. შაქარი მასებისთვის ხელმისაწვდომ პროდუქტად იქცა, გამოჩნდა ქიმიური ამაფუებლები, რამაც სომეულის მომზადების წესი თავდაღირა დააყენა. ჩამოყალიბდა ლეგენდარული tea-time კულტურა. ჩაის სმა გახდა სოციალური რიტუალი, სადაც ტკბილეულის პატარა ინდივიდუალური პორციები ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო. სწორედ მაშინ გაჩნდა ფეირი კეიკი, ზღაპრული ნამცხვარი, რომელმაც მოგვიანებით დეკორირებული ფორმა მიიღო და დღეს ბევრისთვის საყვარელ butterfly cake-ად იქცა. მე-20 საუკუნეში ეს ნამცხვარი განსაკუთრებით პოპულარული გახდა საბავშვო წვეულებებსა და სკოლებში. მიზეზი მარტივია, პატარა ზომა, მარტივი ინგრედიენტები და სადღესასწაულო ვიზუალი. სწორედ ამიტომ მე და შეფმა ვიფიქრეთ, რომ ეს რეცეპტი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს დედებისთვისაც, როდესაც სასკოლო ან სხვა ტიპის ღონისძიებებისთვის საჭიროა პორციული სახალისო და ამავე დროს დახვეწილი დესერტი. butterfly cake ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანია და ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ მომზადების პროცესში ბავშვების ჩართვაც მარტივად შეიძლება. თების დამაგრება და კრემით გაფორმება მათთვის პატარა კულინარიული თავგადასავალი იქნება, რაც სამზარეულოში გატარებულ დროს კიდევ უფრო სახალისოსა და დასამახსოვრებელს ხდის. შეფმა როგორც ყოველთვის გადაამოწმა სამუშაო სივრცე, დამიკორექტირა რამდენიმე პუნქტი რეცეპტში და მისი დაჟინებული კონტროლის ქვეშ ვიწყებ მომზადებას. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პირველ რიგში კარგად გავთქვიფე კარაქი და შაქარი. დავამატე მწიყვი მარილი და ვანილი. ხელის მიქსერით ვთქვიფე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. სწორედ კარაქის სიფაფუკეზეა დამოკიდებული კექსის სტრუქტურა. მასა კარგად რომ აფუღდა, 3 ეტაპად დავამატე კვერცხი. კიდევ კარგად გავთქვიფე და ბოლოს დავამატე წინასწარ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. ამ ეტაპზე მიქსერს აღარ ვიყენებ, ძალიან სწრაფად გავაერთიანე მასა კოვზის დახმარებით. ფქვილის დამატების შემდეგ ბევრი მორევა არ არის სასურველი. ფორმები ნახევრამდე შევავსეთ ცომით და შევდგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე, მხოლოდ ქვედა წვაზე. მნიშვნელოვანი დეტალია ტემპერატურა. სხვა კექსებისგან განსხვავებით, აქ არ მჭირდება მაღალი ქუდი. ზედაპირი უნდა იყოს სწორი, შესაბამისად ოპტიმალურია დაბალ ტემპერატურაზე გამოცხობა. ასე მასა სწრაფად არ დაიწყებს აფუებას და არ დაიბზარება. კექსები დავტოვე ფორმაში გაგრილებამდე, მანამდე კი მოვამზადე კრემი კარაქითა და შესქელებული რძი. ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად გავთქვიფე და შემდეგ ნელ-ნელა დავამატე ოთახის ტემპერატურის შესქელებული რძე. ჩავამატე ვანილი და ვთქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საკრემი მსუბუქად დავამუშავე სილიკონის სპატულით, იმისთვის რომ გამოვდევნო ზედმეტი ჰაერის ბუშტუკები და კრემი უფრო გლუვი გავხადო. გაგრილებულ კექსებს მოვაჭერი ზედაპირი, როგორც ვიდეოში ჩანს, ისე რომ მცირე ჩაღრმავება წარმოიქმნას ბისკვიტში. შევავსე მარწყვის ჯემით და კრემით. ბისკვიტის მოჭრილი ნაწილებით კი დავუმაგრე ფრთები. სულ ეს არის უგემრიელესი, ნაზი, ჰაეროვანი და არომატული ნამცხვარი პეპელა მზად არის. იდეალური დესერტია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. მთელი გულით გირჩევ მოამზადო. მადლობა რომ მიყურე ბოლომდე. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეს ჩემი გამოწერა.